გავესაუბროთ მესვეურთ ზაზა. გავესაუბროთ დოდოპიცის თანამშრომლებს. ბებიაჩემს ერქვა დოდო და მგონია რომ ბებიაჩემის სახელობის პიცერიაში მოვედი. ზაგებრიელად გამოიყურება. შენ რომელი ნაჭერი გინდა? ყველა. მივდივარ იუსტიციის სახლში და თაკოს მაგერად თამაზად გადავიკეთებ სახელს. მოდი მე ხა ჩემს კოსტუმს გადავიყვან საქეიფოზე. თაკო მე შენი SMS-ები მაქვს და ასე არ მეხმაურებდი. რა? იმიტომ რომ სულ რაღაც ორი დღისით ექიმს წერდი რომ ამას ტოვებთ. ეს დარჩება? აი, 5 ტოვებთ. რა დოყნი? ეს ამოჭერი. ეს ის გადაცემა, რომელსაც შიდა სამზარეულო ქვია და სადაც ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს გამოცდას უტარებ და სტუმრები აფასებენ თუ როგორ გამომდის ეს ყველაფერი. ამჯერად ვიმყოფებით ქალაქის გულში, საბურთალოზე, პეკინის 17 ნომერში, სადაც მდებარეობს საოცრად მომხიბვლელი, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს, პიცერია დოდო პიცა. დაიხა ხმები, რომ აქ არის უგემრელესი დოდო მიქსი პიცა. ანუ რამოდენიმე პიცის კომბინაცია. ხო და არ უნდა გაგაცნოთ ახლა მაყურებლებს თუ როგორი კარგი ობიექტია ეს და როგორი გემრიელია ეს დოდო მიქსი. მაგრამ მე როგორც იცით სამზარეულოში ვიფუსფუსებ. თუ როგორი კარგია დოდო პიცის დოდო მიქსი, ჩემი სტუმრები მოგიყვებიან. ავდგები და სიურპრიზად დავტოვეთ თუ ვინ არიან ჩემი სტუმრები, მაგრამ ძალიან მომხიბვლელები, ძალიან ლამაზები, ძალიან საყვარლები. ეს სამი ეპითეტი დავხარჯე და ნანჩენ ახლა თქვენ რომ ნახავთ კადრში თქვენ თვითონვე ამემოწმებით რომ ეს მართლაც ასე. ეხლა შევიდეთ, გავათვალიეროთ ინტერიერი, გავესაუბროთ მესვეურთ ზაზა. გავესაუბროთ დოდოპიცის თანამშრომლებს და მერე დავიწყოთ მზადება. ამასობაში კინაღამ თავარი არ გამომრჩა. აქაურობა ავირჩიე რატომ? თითოეულ თქვენთანგანს შეგიძლიათ თქვენი საავტორო პიცა შექმნათ. შეარჩიოთ ინგრედიენტები, ეს არ მინდა, ეს მინდა, ან ეს დამიმატეთ და თქვენი საკუთარი ვერსია პიცის შექმნათ და მე აგერ კულინარიაში უკვე პრეტენზიების გამომცხადებელს როგორ გამეხარდა ეგ რომ ჩემი საავტორო საკუთარი პიცა შემიძლია მომამზადო. ერთ სიტყვით შიგნით ყველაფერი დანარჩენი. აი ესეთი ლამაზი ინტერიერი აქვს დოდო პიცას და სანამ უშუალოდ სამზარეულოს თემებზე გადავიდოდეთ და გავარჩევდით თუ რა შევთავაზოთ სტუმრებს, მე მინდა წარმოვიდგინოთ დოდო პიცას თბილისის ფილიალის მმართველი ალბატონი ანა, რომელიც რა თქმა უნდა მოგვიყვება დოდო პიცას კონცეფციასთან დაკავშირებულ საკითხებს და კითხვებზე პასუხს გაგვცემს. რა კონტინგენტზე არის გათვლილი აქაურობა? ჩვენი რესტორანი არის გათვლილი შეუზღუდავი ასაკის სტუმრებისთვის, ბავშვებისთვის გვაქვს ძალიან კარგი შეთავაზებები კომბოს მენიუს სახით, სადაც არის ასევე გასართობი თემები ჩართული, გასაფერადებლები, პატარა საჩუქრები, მსგავსი რამ. სტუდენტებისთვის გვაქვს ასევე კარგი შეთავაზება. დილის საათებში გვაქვს მუდმივი აქცია ყავაზე, ასევე სნეკების არჩევანი, რომელიც ძალიან მოხერხებულია სტუდენტებისთვის და რა თქმა უნდა სხვა კატეგორიის სტუმრებისთვის, როგორც პიცები, სნეკები, ასევე დესერტები და სასმელების არჩევანი. როგორც ხვდები, ეს არის ფრენჩაიზი, ხო? დიახ, ეს არის ფრენჩაიზი. და ზოგადად ამ ბრენდთან დაკავშირებით რას მეთქვით, დიდი ბრენდია? დიახ, ჩვენ ვართ 22 ქვეყანაში ცნობილი უკვე. საკმაოდ ბევრი ფილიალი გააჩნია მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში, ბათუმში და თბილისში. კი, ფართოვდებით, თბილისში კიდევ დაემატება ფილიალები და გავიზრდებით ქალაქის მასშტაბით. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა ანა და წარმატებებს გისურვებთ. ეხლა ჩვენ წავიდეთ და გავიცნოთ ინსტრუქტორი, რომელიც
ჩემთან ერთად შეარჩევ სტუმრებისთვის, რომელი პიცები უნდა გამოვაცხოთ. მოგეწონებათ აუცილებლად. მინდა წარგებინოთ დოდო პიცის ინსტრუქტორი სოფო, გამარჯობა. გამარჯობა. რა მივართვათ ჩვენს ძვირფას სტუმრებს? ჩემი აზრით, შემიძლია ჯერჯერობით მსუბუქი, რაც გვაქვს, შემოვთავაზო 4 ყველით პიცა. გავაგრძელოთ ჩემი აზრით ჩვენი საფირმო პიცით, დოდო პიცა. მესამე? და მესამე ჩვენი პოპულარული პიცა, რომელიც არის, ეს არის დოდო მიქსი. ეს არის გაყიდვების ლიდერი. კი, დოდო მიქსში შედის 4 სხვადასხვა პიცა, შედის პესტო, ლორი და ყველი, 4 ყველი და ასევე კარბონარა. მეც კაი მშიერი მოვედი და გიგანტური ნერწყვი გადავყლაპ. ჯერ დიდი კითხვის ნიშანი მაქვს თავში. მოდით გადავინაცვლოთ სამზარეულოში და რომელი ავირჩიე უკვე იქ მივხვდებით. იცი როგორ მშია? აი ეს არის პეკინის 17. პიცა. დოდო პიცა. მობრძანდით ქალბატონო ხალხო. აბა, ძლივ შემოვეტიე. მე მგონი მეც. როგორ ახარ? ბედნიერი. მე არ ვარ ჯერ ბედნიერი, იმიტომ რომ ჯერ არაფერი დამიღეჭავს. ხო, მაგრამ ხო მოვა და სავედით. აუცილებლად. ნამდვილად კაი სიტუაცია რა. ძალიან. ბებია ჩემს ერქვა დოდო და მგონია რომ ბებია ჩემის სახელობის პიცერიაში მოვედი. გემრიელად გამოიყურება. ძალიან. ერთი ნაჭერი შევჭამოთ და მერე ვიფიქროთ, კაი? შენ რომელი ნაჭერი გინდა? ყველა. აი ეს მინდა. ესე ნახო. კი. უბედნიერესი ვარ ცხოვრებისეულად. გაგვიმარჯოს, კარგად იყოს. რა თქოს, მომიჯახუნებით. არა, ვაიმე. აქ არავის დათქმა მოსულა. იცი როგორი გემრიელია? აეროვანი, ცხიმოვანი. შენ როგორ ფიქრობ, ხა ესეთ გემრიელს გააკეთებდა, ხო? ხო? წელვადიც არის. იცი ამან როგორ უნდა მივხვდე? ის იმდენად აფერისტია, რომ შეიძლება ყველაფერი მოახერხოს და გააკეთოს. თან გურმანია, ნებისმიერ შემთხვევაში მოვწყურდებით. გურმანია და ნიჭიერი კაცია, ხა მოგაწყვეტს მარტივად, ხო? აუცილებლად. ჩვენ როცა სერიალს ვიღებდით, უკვე ერთი რესტორანი იყო რა და იქ დავდიოდით ხოლმე საჭმელად. შენი ლაპარაკი მე მოგისმენთ აკო. ხო, კაი. მე? და იმდეს ჭავდით ხოლმე. მე, შონზო, დრუპი, ნათია წიწილაშვილი, ნინო მუმლაძე, ანა სანაია. იმდეს ჭავდით ხოლმე, რომ გვიტყდებოდა ხოლმე და ხალხი ამოსასულელით ხო ვიძახდით შეკვეთაზე. ხო. ხო არიან ტიპები, ვინც ხუას არ ჭამენ. აი, ყველაფერი უნდა გამონახო. მე მაგას ის მიგენ მამა ის ნუ. ამის დატოვება არ შეიძლება თაყო. არის ხან ვიდოვებს რო. რაღაცები როგორც დანაშაული ისე არ აუ, შეიძლება. რა გემრიელია. ეს ეს არის ყველის პიცა. ყველი უყვარს? ყველი უყვარს. ხო, მაგრამ რო უყვარს, ეხლა კაკრას ესე იზამს, რომ უფრო არ გააკეთებს, ხო? რომ მოგვატყუოს. არ ვიცი. ვერ გაიგებ რაც გააკეთებს ეგ. ასე მარტივია რომ შეისწავლო, მაგრამ ის ისწავლი და ისეთია. ო, რა ცომია თქვი პროსტო. გამაგრეთ ცომია. იცი რა,
ცომიც თუ ამან გააკეთა და მივდივარ იუსტიციის სახლში და თაკოს მაგერად თამაზად გადავიკეთებ სახელს. მე რას ვარქვი? შენ თამაზი და ნიკა. ნიკა და ვოვა იყოს ვაფშე. კაი, ვოვა. მოდი მე ხა ჩემს კოსტუმს გადავიყვან საკეიფოზე. მე ვერ გადავარ, მე ისე სამეკურება. მე ისე საკეიფოზე მაგ გადატანი. ხო, მაგრამ რაღაც მინიშნებას არ მოგცემს ან რაღაც არ გახსოვს რას ამბობდა რა უყვარდა უფრო როგორი ესეთი პიცა მიყვარს, ისეთი პიცა მაგას უყვარს მიყვარს. საჭმელი, რომელიც გემრიელია. რაც ხო და უნდა მაშინ იდაარ. შევჭამოთ ყველა. ხო, და რომელიც ყველაზე გემრიელი იქნება, ის იყოს მაგას გაკეთებული? ხო, მაინც ვერ გამოვიცნობთ. ადამიანს რომელსაც გემრიელი საჭმელი უყვარს, რომელიც საჭმელი? იქნება ყველაზე ჩაჭმელი ვთქვი? ხო. არ მაპატიე, ხო? არა, მაგას გავადარებდი. ვისაც გემრიელი ჩაჭმელი უყვარს, საერთოდ მაგას ჩამაზე ჩიჯდები. თაკო მე შენი SMS-ები მაქვს და ასე არ მეხმაურებდი. რა? იმიტომ რომ სულ რაღაც ორი დღისთან ექიმს წერდი რომ სამურაი ხარ და გულისხმობდი სამსახურში ხარ, რა? დამისკრინე. მე ჩამერთო. პასუხობდა არა, ის თან. უსინდისო პროგრამა როა რაღაცა, ხო იცი? თვითონ რო ამთავრებს, რა უნდა რას მეჭისო მესიჯი აქ გამეძება. ლევან, სამურაი ხარ და კი, სამსახურში ვარ, თაკო პასუხობს. ანუ ეს პიცა საერთოდ შევჭამეთ ყველა? არა, ამას ტოვებთ. ეს დარჩება? აი, 5 ტოვებთ. Non più tra i farfalloni amoroso, notte e giorno di torno girando, delle belle turbando al riposo, Narcisetto a dolcino d'amor. Delle belle turbando al riposo, Narcisetto a dolcino d'amor. Non più avrai questi bei panacchini, quel cappello leggero galante, quella chioma, quell'aria brillante, quel vermiglio d'onesco color, quel vermiglio d'onesco color. Non più avrai quei pennacchini, quel cappello, quella chioma, quell'aria brillante. Non chiudrai farfalloni amoroso, notte e giorno di torno girando, delle belle turbando al riposo, Narcisetto a dolcino d'amor. Delle belle turbando al riposo, Narcisetto a dolcino d'amor. Fra guerrieri può far pacco, ო, როგორი იქნება? არ ვიცი. სონირო ფანტასტიკურია ვიცი. დავიღუპეთ ლიკა. გართულდა. მთელი ამბავია ამაში. ეს ხო არ არის ამის გაკეთებული. აი ყველაფერი რომ იმდენი უხვადარი და რამეა. გემრიელად მას გავს, ხო? კი, აი გურმანის გაკეთებულს ძალიან გავს. ხო, აი. ეხლა ვეგეთქვი. ამა რომ უყვარსა და თაკო აქ მართლა გართულდა. აქ არ არის მინდა არ გიშველი. არა თაკო მეორე ხე ნახე რა ხდება? ოპა. ვაიმე. ცხელია ძალიან. ამა. ესაა შენზეც გაკეთებული. ყველა პონჩი. აი ყველა პონჩი, აი თავს დავდებ. ქმრის ხელს ვწ. ხალხს ეგონება, ხა? ჩვენ რო ანუ სპაგეტია. მოვხნა. ჩვენ რო ფილმს ვიღებდით, ანუ რაც ყველას ძალიან გიყვარს ორში, ხო ვარ ორსულად და ვაჩენთ ხუპებს რა და შენზო ჩემი ქმარია და ჟურნალისტი მოვიდა და ძალიან ბევრი მიმტკიცებდა რომ შენ იყავ მისი ცოლი. შენ მიმტკიცებდა? კი. მეც მიმტკიცებდა. ანუ მოვიდა ჟურნალისტი და ხედავ რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი ყდაზე ვარ მთლიანად და აწერია ვისგან არის ორსულად თაკო აბაშიძე და დედაჩემი პურზე იყო და ეს ამ ჟურნალი ჩემოდის დილით ოთახში. დედა ესე და არა თქვი არა ნეილი ორსულად
და ნუ მოკლედ ახში ფოტოებით მოვუყევი მეორე ჟურნალის, რომელიც იმავე კვირაში მოვიდა, რომ როგორ შეიძლება მეთქი, რომ სათაურის გამო ეგეთი რაღაცა დამიწერო მეთქი. ხო არიან ისეთი ტიპები, ვინც მარტო სათაურს კითხულობს და საერთოდ არ კითხულობს ინტერვიუს. საერთოდ არაფერი არ მისმის რასაც ლაპარაკობ. არა. არა, ვერა. ლიკა მეორე მოვიდა და იმან გამოვიდა მეორე ჟურნალი მეორე კვირაში, მე ვარ ყდაზე კვლავ და თაკვაბაშიძეს ტყუპები შეეძინაო. მართლა? კი. გილოცავ. აუ არა ხარ ადეკვატური. საერთოდ არ მაინტერესებს რამდენი კალორიაა. ის სასწორი წამოიღებ? არა. ეს არ იწონება ეს ამას. ამას ვერ გაზომავ, ვერ აწონი. მარტო ჭამთ. ამას მარტო ჭამთ. მარტო ჭამტკბები და არ ფიქრობ ის და ეს და რაღაცა, კარგია. იცი რა? ზოგადად ძალიან მეპარება ეჭვი იმ ადამიანებში, ვისაც ჭამა არ უყვარს. სულ მგონია რომ კარგად არ არიან. არა, რატო არ ხო? არ, კარგად როგორ შეიძლება იყო და ჭამა არ გიყვარდეს. ხო, ესე მეც მეპარება ეჭვი, ვისაც თბილი არ უყვარს. ნახეთ რა ხდება. რამდენი ხალხი დადის გარეთ რო იცოდენ შიგნით ძეები კეთდება. რაღაცები მემართება აქ, მაგრამ ნუ ძალიან მაგრად მგიდია. იცი რა არის თვალი როგორი ხარბია, იცი? შენც რო ჭამ ნერვიულობ. რა? ზედაც არის. იცი რა, რაღაცა მაინც ვღელა, ვიცი? კარგი და ახლა შემიძლია დატოვე რა ეს, ნახე რამდენი. არა, ნახე, სატოვებ, რო ტოვებ, ჰა? ვის უტოვებ? ფაი მე პატარა პამიდორი გადმომივარდა. რატო ყრი? კაცმა ისვალა. არაფერს განსავსარ. ამიტომ კარგია პატარა ძუძუები რა. ამიტომ ვარ მე ყოველთვის კარგად შეხედე. მე ყოველთვის მე გარაზოს არ მემართება, პირდაპირ. აბა. დაგუპვა რა. არა ბიჭო. ვინც უყურებს ამ გადაცემას გადასახლებიდან ჯამოზური. ვართ. და ყველა ვინც უყურებს ამას, ვინც შეჭამთ. მეგობრებო, ვისაც ეს პიცა არ მოგეწონება, თქვენ კარგად არ ახართ. იცი რა, ვერ ვითვლი მე შენ რამდენ ჯამდა მე რამდენ. ამცდი? არა, არ მინდა რომ შენ მეტი ჯამ მომენაგლებ. ეს ციცაკაც აქვს, შონზოა. გუგუ შონზოა, შეხედე. ნუ მათზე. აი, ყველაფერი. პალიტრა, ნიჭიერი კაცის პალიტრა ნახე, აი, ყველაფერი როგორ არის განლაგებული. ყველაფერი, აი, კაცის გაკეთებული. კაცებმა ხო იცი როგორ ეს ბარაქიანად და ესე ხვავიანად უხვადიციან ყველაფრის გამოყენება. იქ სიმწარეც არის, ხორციც არის. ხო, აი ხორციც როგორ არის, ხედავ რაღაცა, აი. სხვანაირად ხო რა. მაინც მე ვფიქრობ, თუ ეხა პროსტა არ გათვალა ის, რომ მაინც იფიქრებენ რომ ხორციანი ვექნებიო და ყველში გაგვაპარა. ვითომ გავყავდი. მაგრამ ხორცი ისე უყვარს, ვერ მოერევა მაგას. აბა მოემზადე თაკო. 3-2-1. ნელა გახსენე. ვა, სხვადასხვა. აუ ისიც შონზოს. ნახე რაღაცას აგვრია საერთოდ. არა მიგვანიშნებს.
სიურპრიზებით ვარ სავსეო. ჰა, ავატრიალოთ გინდა? ჰა? ეს ვინმე სული მოვა თუ დოდოს სული გინდა ბებია ჩემი? ახლა რომ დოდო შემოვიდეს კარში. ამ პიცას ამაზე წაგიშოვ შევთანხმდეთ სახეზე. ხო რომ ან ორივე შერო შეჭამო რაღაც მე ნერვიულობ. მე რომ ამის გამო არა, ერთი წამი ვიმსჯელოთ. აქ რაღაც არ მომისმე. შენი სამსჯელო აქ არაფერი არ არის. აქ რო გინძი. ყველაფერი დახარისხებულია. არა, ხო მაგრამ ხო უნდა ვიცოდით რა ვჭამთ. ხტები რა გათვალა? ჯერ ყველას მარტო გასინჯებს. ყველი, მე მარტო ხორცი ხა იმაზე იფიქრებენო და მე ხარაშო. მე ხა იქ რო დამყვიროდი რომ ის იქნება, ხა ამაზეც იგივე განცდა მაგრამ ხეს პომიდორი და ხახვიც რო კაცის გაკეთებული მგონია როგორ იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ რაღაცა ყველაფერი კაცის გაკეთებული რატო გვანია? ეს ამოჭერი. ეს არა. ამაზე მამაკაცური. ამაზე მწვანე. აბა ამცალია უკან. არჩე, ვინც ამ გადაცემას უყურებს ლიკა, ჩვენ იმდენი ვჭამეთ, ჩვენ ვეღარ გავთხოვდებით. ჩვენ უკვე ბევრჯერ გავთხოვდით თაკო. ხო და მეტი ვეღარ გავთხოვდით. სხვები გათხოვდეს ეს ხალხი. რატო არ თხოვდება? ერთი და იგივე ხალხი თხოვდება საერთოდ, არ იცი? ლიკა. ამა ხო შეკა, მე ეს უნდა ვჭამო. ჩვენ ნახე რასაც გამოვძე ვის არ ჯამო. იმას არ ვჭამო. რომ არ ავირიოთ და მე ამის გამო არ დავკარგოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ნათლი მინონი მეგობრობა, ჩვენ კაი ურთიერთობა გვაქვს. ეს ხო არ არის გოგო შანზო. ჰა? აბა ამდენი ხახვით მოყრილი სადგინახია თქვენ. არა, ესეც შონზოა რაღაც პონჩი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად, ხო? ხო, გვატყუებს. კაჭი ვერ ვიცნობ იმენა. თაკო, მაინც ვერ გამოვიცნობთ. როგორ ფარული ნება ამ ნაჭერში. ნახე. როგორ სექსუალურად იმალება. ვიშინა. მე როგორ უყურები? აი ეს არა, ესე გახედე რა, გაჭური ტესავით, ესე კი იმალება. ვიხდე? აუ, რაღაცას ეს გადაცემა არც არ გავა. ვერ გავუშვებ. ნუ გავა. ნუ გავა? არც უნდა გავიდეს წესით რა ვიცი. მაგრამ აი რაღაც აი ნახე, აი გახედე ნახე. შენ მე მართობ. არა, შენ მე მართობ, რომ ჩემმა ტვინმა დაწერო სოს და მე მინდა რომ ჩქარა ვჭამ რომ სოს ვერ დაწეროს ჯერ. არ ვიცი ამ შონზომ რომელი გააკეთა, მაგრამ შონზომ ძალიან დაგვაბნია რა თქმა უნდა ჩვეულებრივი აფერისტია ყველაფერს ითხოვება. ეს გადაცემა კი არ არის გატყუებთ. არც უყურებთ თქვენ ახლა. პროსტაფშია. დანახვარ გააქვთ უკაცრავად, ყური მინდა გაგიჭრა. მოიტანეთ ამ ჯერაბა გავიგე. აბა ჩემო ვიფასო სტუმრებო. ლამაზებო, ახალ ჩახატულებო. ეს არის კომპლიმენტი შეფისგან. ჩიზკეიკი. როგორ გებრიელად მიირთვესო გოგონებმა. რო კომპლიმენტიც უნდა გავუგზავნო. ისე გებრიელად მიირთვე, ეგენი ჩიზკეიქსაც დაამატებენო? ხო, ანუ კომპლიმენტი მოსულა ეხა რესტორნებში და საერთო ობიექტებში. ეგ კულტურა ვიღაცას ისი აქვს სურვილის მიხედვით. იდეაში ყველაზე კაი თემა არის რესტორანში, როდესაც ძალიან სასიამოვნო ჟესტია ნამდვილად. კომპლიმენტს გიგზავნის შეფი. კარგი. პირველ რიგში როგორ ხართ? ძალიან კარგი იყო ყველაფერი და კარგად ვართ უკვე. ანუ რომ მოვედით, არ ვიყავით კარგად და ეხლა კარგად ვართ. ჭამეთ. ზუსტად ეგ არის ჩემი ყველაზე მაგარი მუღამი, რომ ადამიანის სიამოვნებისგან რომ გნესოდეს. სამნაირი პიცა გასინჯეთ. ხო. თქვენი პირადი რეიტინგი მინდა თითოეულ თქვენთაგანის რომელ ადგილზე გაიყვანთ ამ სამიდან რომელს? ჩემთვის მაინც მესამე ადგილზე იყოს, მოდი 4 ყველი. 4 ყველი. ხო, იმიტომ რომ რაც არ უნდა მაინც ძალიან ფანტასტიკურია, მაგრამ მაინც 4 ყველია და ყველი ყველმა ყველს ყველის და 4 ყველია. ყველად ყველო. ხო, ნახე მეორე ადგილსა და პირველ ადგილს შორის ესე ვაუჭაფობდი, ვფიქრობდი, მაგრამ ნახე აქ უკვე ხრიკით მატყუებ, რომ არჩევანია ბევრი, სამი სხვადასხვანაირია და ამან არ უნდა გადამიბიროს და ამან არ უნდა შემაცდინოს მე და ვფიქრობ, რომ მეორე ადგილს მივცემ მიქს, კი და ვერ მოვტყუდი მხოლოდ მიქსით და მეორე პიცა
ანუ დოდო პიცა რასაც ქვია. დოდო პიცა იყო დოდო პიცა. კი. პირველ ოქროს მედალი ადგილზე- დაიმსახურა. კი. ისმენთ ცოლო. იცი რა მე უბრალოდ ძალიან მიჭირს ზოგადად რომ რაღაცნაირად მოვახდინო დიფერენცია ამ პიცების, იმიტომ რომ ჩემთვის პიცა, ხველის პიცა, პეპერონი, დოდო, ასე შემდეგ, რაც არ უნდა ერქვას. ყველაფერი არის განწყობის ამბავი, ანუ რა განწყობაზეც ვარ, ისე მომწონს და მინდა ის პიცა. ამ დღევანდელი განწყობით ჩემთვის პირველ ადგილზე იყო პიცა მიქსი, იმიტომ რომ მრავალფეროვანია, იმიტომ რომ ამ პიცის გამოძახების შემთხვევაში ყველსაც ჭამ, იმასაც ჭამ, ამასაც ჭამ და ბევრად მრავალფეროვანია. შემადგენლობას გეტყვი თუ გინდა რა იყო ეგ 4 დიახ. 4 ყველის პიცა იყო მაგაც. კი. იყო ყველით და ლორით პიცა. კი ბატონო, ძალიან გემრიელი იყო სხვათა შორის ეგ. პესტოთი პიცა. კი, პესტო. პესტო, ფანტასტიკური. კი ბატონო და მეოთხე იყო მარგარიტა. გავაგრძელთ მეორე. ნუ მეორე. ანუ დოდო პიცა. მარგარიტა კი არა, ეხა შემეშალო ეხსენები ზადაგზა. მეოთხე არის კარბონარა. კარბონარა, კი ბატონო. და მესამე ადგილზე ყველი. თუმცა ანუ სხვანაირად ვერ ვშლით ამ ამბავს, თორე არც ასე მესამე ადგილო არ არის. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ხაჭაპურის სამშობლოში ვიმყოფებით, დიახ. ყველა აბსოლუტურად ყველა ქართველი მაგ პიცას მინდა მე თვითონაც დავადასტურო პირადად ვადარეთ ხაჭაპურს და ეხა ხაჭაპური მაგორიც ხაჭაპურს, კი ბატონო. ანუ ჩემთვის ნაკლები პიცურია. რეიტინგი ეკლექტურია. მეორე კითხვა იქნება ეხა უფრო კონცეპტუალური და იმის გამო დასმულია რის გამოც დაგიბარეთ აქ. ამაშიც მოსულა ეკლექტურობა. მეორე კითხვა ამ სამიდან რომელი ჩავიდინე მე? ჩვენ წეგან უპირობოდ შევთანხმდით, რომ დოდოს პიცა იყო შენიშადენილი და ნუ მე შესაძლოა ვწდებოდე. შენი გაკეთებული დოდოს პიცა. ძალიან გამიხარდება. ორივე საზრი დაემთხვა. ეგ უკვე რაღაცა კარგის მანიშნებელია ჩემთვის, მაგრამ სანამ გეტყოდეთ რა გავაკეთე მე, ცოტა რო ვაწვალოთ მაყურებელს და თქვენს. მოდი ვილაპარაკოთ თქვენს პირად პროექტებზე. ამ წუთისათვის სად ხართ, რას მოვაწეობთ, რამე გეგმები თუ გაქვთ, ეხა ახალი წელი მოდის, როგორც საქეიფოთ, ასევე მართლა ახალი წელის დასაგეგმად და რამე მომავალში ხوارი გეგმება თუნდაც ერთობლივი ან ცალ-ცალკე და მერე თანდათან შემოგაპარებთ რა ვქენი და რა ჩავიდი. თან ეხა დესერტი შეგიძლიათ განფუთოთ, მუკბანგი გავუკეთოთ და ვიერთოთ. მოყვარული მე ამას გავხსნა. რომელი მე დაიწყოს? ვისაუბრო? შევექცევი და შემისა. კარგი, იმიტომ რომ მოგეთ. კბილთან არ უნდა შემეჭიდო. კი ბატონო. მოკლედ რა ხდება ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში? არ არის ტელევიზია, არ არის სერიალი, არ არის ფილმი, კინო არ იმიტომ რომ არის. ზოგადად არ არის ეგენი. იმიტომ რომ ზოგადად არც არაფერი არ არის. თუმცა არის PR საქმიანობები, არის ივენთები, რომლითაც ვარ დაკავებული. მაგალითად არის ერთი სიმღერა არ გიხსენები. სიმღერა, რა თქმა უნდა, სიმღერა ჩემი ერთგვარი ბიზნეს ნაწილი გახდა, იმიტომ რომ ყველაზე შემოსავლიანი საქმე ეს ყოფილა მეგობრება, ჩვენ სანამ სერიალს დაველოდებით, მანამდე ივენთზე იმართება, ასე რომ ამას კარგად ვამუშავებთ. მღერი მიმყავს ივენთები, ვაპიარებ ძალიან მაგარ რესტორანს, ლუცახარს, პაბს და ლუდის მაღაზიას, რომლისგანაც მე შენ მოგიტანე საჩუქრები ჩემო საყვარელო. ეს გახლავთ გასტროკრაფტი. შენ გაქვს ბრემენი, გაქვს ვაისგოლდი. შენ რომელი გიყვარს? მე მიყვარს ირლანდიური შავი. აუ, ყველა მიმართული. თელი ლუდები გაქვს აქ. ხო. ეს ვაისგოლდი გახლავთ ჩემო კარგო. შენგენაც. ნუ ჩემი ფავორიტი არის ირლანდიური შავი, სხვა შორის ამ ლუდს ფანტასტიკური ისტორია აქვს. ამერიკელებმა დაარქვეს ირლანდიური შავი, იმიტომ რომ ირლანდიელი ემიგრანტების საპატივცემლოდ შექმნა ეს ლუდი. და ქვია ირლანდიური შავი. სხვა შორის ამ ლუდებთან შედარებით ირლანდიური შავი უფრო მეტი გრადუსით არის და უნებრივია, იმიტომ რომ მოხალულია. ჩვენ ხელა ადამიანებს რამხელებიც მე და შენ ვართ, ეგ უფრო მოუხდება. მოკლედ, საჩუქრად შენ გასტროკრაფტისგან და გელოდებით აუცილებლად ერთ-ერთი გადაცემით ჩვენთან. ყოველ მიზეს გარეშე პლუს სამისა, როდესაც მე ლუდის ტრფიალი გავხდი, მაგ ხალხს მე გავიგე ტერმინი არსებობს ბირგიკები ვქენ. ბირგიკი რო გავხდი. ჩავიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ ლუდი თუ მომეწონება გემოზე, აუცილებლად უნდა წავიდე და მისი პირველი წყარო სადაც არის, იქ გავსინჯო. ეგრე ჩავიდინეთ მე და დრუპიმ ჩეხეთში რაც მოგვეწონა პირველ ჩასვლაზე ლუდი, მე დავიარეთ და სადღაც სოფლებში და ესეთ მიუდგომელ ადგილებში მივაგენით და იქ დავლიეთ. ანუ პირდაპირ გეუბნები პირობას, რომ ეს
ლუდები როგორც კი გავსინჯავ, მე პირველ წყაროში ვიმოვი და გავსინჯავ. აუცილებლად. თან ჩვენთან იხარშება და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ფავორიტი გახდება შენთვის. შვენიერი. სხვათა შორის არ გამისრულებია კიდე ერთი რამ. მე თან წარმოვადგენ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ქვია ელგა იაკოვის კომპანია და ეს კომპანია თავის მოვლის საშუალებებს უშვებს და ძალიან მაღალი ხარჯი, პრემიუმ ხარისხის თავის მოვლის საშუალებები, რომელიც ძალიან მალე დაახლოებით ალბათ დეკემბრის თვეში უკვე შემოვა საქართველოში და მე ვარ ხალი-კაცი ორივე მიმართულების, ხალიც კაციც. მხოლოდ ქალია ჯერჯერობით, თუმცა მამაკაცის ხაზიც იგეგმება აუცილებლად. მე ისედაც არ მჭირდება თავის მოვლა, რა თქმა ქუდს უნდა, ვიხურავ. მაგრამ მაინც გეწევით მე რა. ხელით შემიძლია ქუდი დავიხურო, კი ბატონო, იქ არაფერი არ საჩუქრებით მჭირდება. შენი პეკინის ამბავი მინდა ჩინეთში. ამით რო დაიწყო. ჩიზკეიქს ეკა. პეკინში მქონდა ფილმი წაღებული, ნინო ბასილიას ფილმი, ქიმიური ქორწინება და გამარჯვებულები დაუბრუნდით იქიდან. და ბედნიერი ვარ. ამით სხვა რა მე და თაკო ვართ გოგი ქავთარაძის სტუდენტები, ორივემ დავამთავრეთ კინო და თეატრი, მაგრამ რაღაცა თაკო სხვა მხარეს წავიდა, მე უფრო კინოშიც, მაგრამ დღეს მაინც რაღაცა ცოტა ანუ მოიკოჭრეს რა ეს ამბები ჯერჯერობით. ანუ ველოდებით კინოს და თეატრის ხელახალ აღორძინებას. აღორძინების ხანა, რომელიც ალბათ ისევ დაბრუნდება და აუცილებლად დაბრუნდება. მანამდე მიმღერებთ და პიარით დავყავდებით. ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, ჩემი სტუმრები რო იყავით, ჩემგანაც პირადად და დოდო პიცისგანაც აქაური რეცეპტი იმ პიცის, რომელიც მე ვამზადე, რაღაცით უნდა შემეცვალა, რომ ჩემი საავტორო გამხდარიყო. ჩემი რეცეპტორები გაწაფულია იმისკენ, რომ ყველა 4-ვე რეცეპტორი დაკმაყოფილებული იყოს და იყოს ბალანსი რა, ანუ სიცხარე ზომიერი, სიმლაშე, სიტკბო, სიმჟავე, ანუ მაგას ყველგან სადაც რამე კერძის შექმნაში მონაწილეობს ღებულობ, მაგას ჩალიჩ. და ნუ სინჯავ და იმაშვები. აქაურ ვერსიაში მე დავამატე წვრილად დაკუცმაცებული ჰალაპენიო, რომ ცოტა სიცხარე დამეწია დანარჩენი რეცეპტორებისთვის და ასევე ხახვი მომეჩვენა ცოტა ზედმეტად დიდნაჭრევად დაჭრილა, ჩემ ვერსიაში დავაკუცმაცე ხახვიც. პლუს ამას დამატებითად კიდე ეს პროცესი რო სრულდება და თვითონ პიცა მზადდება, ცხება, თვითონ ბეკონი კი ქონდა დოდოს პიცას ნამდვილ ვერსიას, მაგრამ მე ცალკე შევბრაზე კიდე ბეკონი, აი ეს ხლკუნა რო გამოვიცანი. დავკეპე და ის მოვაყარე ზევით. გამოვიცანი თუ აბარა. ადლობა თქვენი რეცეპტორებიც გაწაფული ყოფილა, იმიტომ რომ რამოდენიმე კი კაცო, წიწაკა და რაღაცები ეგრევებიც ანი. შეგრევე რომ ჭამდა თქვა აქ წიწაკაც არისო. მივხვდი რა შანსა. როგორ ეგრევე მივხვდით რა შანსას პიცი. მე ეს მომატყუებს მე. ხო და ესე იგი უკვე ფინიშისკენა ვართ, მე ვუსურვებ დოდოს პიცას. თქვენ როგორც ნასიამოვნები მიდიხართ აქედან მასპინძლობით, ასევე ემასპინძლოს ნებისმიერი სტუმარისთვის, აი ხა ჩვენ რო აქედან გავალთ და შემოვა და ბევრი მაყოფილი სტუმარი წასულიყოს დოდოს პიციდან. კი ბატონო. ჩვენ გადავინაცვლებთ ახლა უკვე სადაც ჯერ არს იმ ადგილში და დღეს ასე ლამაზად ლაღად დაკემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.